საქართველოს საელჩოს ახალი შენობა კიევში უკრაინაში ქართული დიპლომატიური უწყების პრეზენტაციას მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშენკო ესწრებოდნენ. მოგვიანებით პრეზიდენტები ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე დოკუმენტსაც გააფორმებენ, რატომ ელოდება ყირიმს ქართული სცენარის განმეორება და როდიდან ჩაერთვება უკრაინა ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტში. ნახეთ პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები რეპორტაჟში უკრაინიდან. კიევში ოფიციალური შეხვედრები პრეზიდენტმა სააკაშვილმა დილიდან დაიწყო. უკრაინელ კოლეგასთან ერთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა რუსული აგრესიის ყირიმი არ უნდა დაეთმოთ უკრაინისთვის, ახლა მათ ჭირდებათ აფხაზეთის და ყირიმიც ერთად და ყირიმში უნდა განმეორდეს ზუსტად იგივე სცენარი, რასაც აქვს ადგილი აფხაზეთში და მე მინდა ყველა ჩვენ უკრაინულ მეგობარს შევახსენო, რა არის ეს სცენარი. ეს არის ჯარის გამოყენება, ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია. ძალიან ბევრი სერიოზული რუსი პოლიტიკოსი ამით ემუქრება საქართველოს 10-ჯერ უფრო დიდ მოსახლეობით უკვე უკრაინას. დღევანდელი შეხვედრა უმაღლეს დონეზე რიგით მე-10-ია ბოლო 2 წლის განმავლობაში და მე ისევე როგორც წინა შეხვედრების შემდეგაც კმაყოფილი ვარ დღევანდელი მოლაპარაკებებით. ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ ორივე პრეზიდენტმა კიევის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში საქართველოს საელჩო გახსნა. ჰიმნი უკრაინულ და ქართულ ენაზე აჟღერდა. საქართველოს საელჩოს გახსნის ცერემონიაზე თბილისიდან სპეციალურად ჩამოსულმა სოფო ნიჟარაძემ იმღერა. ახალი საელჩო 1 წლის განმავლობაში შენდებოდა. ამ შენობის საძირკველში ილია მეორის კურთხევა და დავით აღმაშენებლის საფლავიდან აღებული მიწაა ჩადებული. ეს არის ჩემი სტუდენტობის უსაყვარლესი ადგილი. აქ ვსეირნობდი, ოცნებობდი და აქ ვიყავი ბევრჯერ შეყვარებული. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ღირსების ორდენი კი უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიიღო. მე მინდა თქვა, რომ ეს კაცი მაშინდელმა საგარეო მინისტრმა ზურაბიშვილმა მოხსნა, იმიტომ რომ ამ შენობის შენობა დაიწყო. და ესია საქართველოს ყოველ საქმეს როაკეთებს კაცი, უამრავი გამოჩნდება, რომელიც მე ხელს უშლის. და როცა მოხსნა, მე 2 წელი ამ შენობის შენობა იყო გაჩერებული. და ხელახლა დავნიშნე, იმიტომ რომ ის ხალხიც აღარ იყო და ეს შენობა აშენდა და ეს არის არა მხოლოდ ყველაზე მაგარი საქართველოს საელჩო სადმე მსოფლიოში, არამედ ყველაზე მაგარი საელჩო კიევში. ამაზე უკეთეს საელჩო მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას ჩვენზე 10-ჯერ უფრო დიდ არ არის კიევში. საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში პირველი საპატიო სტუმარი უკრაინის პრეზიდენტი იყო. პირველი ჩანაწერით სამახსოვრო წიგნში ვიქტორ იუშენკომ გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა დღეს საქართველოს H1N1 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შემდეგ პრეზიდენტებმა გოლოდომორის მსხვერპლთა მემორიალი მოინახულეს. დაღუპულთა სახელზე სააკაშვილმა და იუშენკომ ხე დარგეს. გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და სანთლები აანთეს. პროტოკოლური ღონისძიებების შემდეგ დღის ბოლოს კი ქართულ-უკრაინული ბიზნეს ფორუმი გაიმართა. პრეზიდენტების გადაწყვეტილებით უკრაინა ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის პროექტში ჩაერთვება და ინვესტიციებს განახორციელებს.